ერთ ოთახში ვიმყოფები, შიგნით რომელი ოთახიც? აი გაჩვენა თავი განუგარაღი სანგანწლები რო ჩავდი. სადაც შემოსავალი წყარო იყო სოციალურად დაუცველობის ბაზაში ვიჭები ვიღებდი 250 ლარს. მე ეს ბიჭები გავიდნენ ზემოთ არის მარკო პოლო. სასტუმრო და იმუშავეს, აბა ეხა მაგათ იმედზე ხო არ ვიქნებოდი. ორი სამსაბი თვე იმუშავეს და მე ვითომ დააფიქსირეს რომ ამოვიდა დიდი ხელფასი. დაფიქსირდა, დიდი ქულები მომივიდა და შემიწყვეტეს. ერთი გამოუშვეს სიმჩიძებაში მოხდა და გამოუშვეს, მეორე გაიწვიეს ჯარში. მსახურობს. და დავრჩი ისე ეგ. მოსულია წერილი, აი აქ მაქვს მე წერილი. მიღებული ინფორმაციის თანახმად ოჯახ გამგეობისგან რამდენჯერმე მიღებული აქვს საზღობა ცხოვრებულ ნივთები, აგრეთვე საკვები და პირადი ჰიგიენის ნივთები. ჩვენი მიმართვის საპასუხო წერილით გვეცნობა, რომ ვირდერ წლის აპრილის თვეში გამგეობამ სტიქისა და ხანძრის შედეგად დაზარალებული უკიდურესად გაწილებული ოჯახის საცხოვრებელი სახლების მდგომარეობის შესწავლილ კომისიამ განიხილა თქვენი განცხადებაო. მე ხო წერ განცხადების და ხანძრის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციისა თანხის მოთხოვნასთან დაკავშირებით გამოყო 2000 ლარი, რაზედაც მე უარი ეგ მართლა თქვი 2000 ლარით რა უნდა გამეკეთებინა. მაგრამ ეს დანარჩენი მე არაფერი არ მიმიღი, აი ხო ხედავთ მე რა. არც სასკოლო ნივთები, არც პროდუქტი, არც ჰიგიენური საშუალება, არაფერი მე არ მიმიღა. ეს არის ცუდი ინფორმაცია, მე დუშეთი. აქ თქვენი საკრებულოში ხომ მოვიდოდა და მაგ ესენი ხო უნდა მოყოლოდნენ რომ მე რაღაცა მქონდა მიღები. სამსახურის კი ვნახავდი არის ზემოთ კუდაური, მაგრამ ეს უყურადღებოთ ვერ იქნება.